წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მე-18, ვისაც მონასტრის მეკუჭნავეობა ავალია. თუ გსურს გულისწყრომამ და გულღრძოობამ არ შეგიპყროს, არანაირი ნივთი არ შეიყვარო. რამეს თუ გთხოვენ, მიეცი, თუ შემთხვევით გატყდა, არ აღელდე. ასე მონასტრის საქმისადმი დაუდევრობის გამო კი არ უნდა მოიქცე, არამედ იმისთვის, რომ შფოთისგან დაიცვა თავი. ამგვარად წარმართეს საქმე, აკეთე არა როგორც შენი, არამედ როგორც ღვთისა და საზრუნავად შენთვის მონდობილი. ერთი აზრი ჩაგაგონებს, ნივთის სურვილი და სიყვარული არ გქონდეს, ხოლო მეორე არ შელახო მონასტრის საქმე. თუ ასეთი აზრები არ გექნა, იცოდე შფოთი და არეულობა არ მოგაკლდება. კითხვა: ფიქრში მახარებს ეს სიტყვები და მისი გაკეთება მწადია, მაგრამ კეთების დროს რაღაცომ ვარ მოუმზადებელი. პასუხი: რადგან ყოველთვის არ წვრთნი თავს. თუ გინდა რომ როცა მოისურვებ, მაშინ გქონდეს ასეთი აზრები, თავი ნიადაგ უნდა წვრთნა და ღვთის იმედი მაქვს საღმრთო საქმეში წარმატებას მიაღწევ. თანაბრად ილოცე და იწვართე. პირველად სნეულები მოიმადლიერე, როგორც მრავალგზის მithქვამს, რათა ამრიგად ლმობიერება მოიპოვო. მეორეც, რათა დასნეულების შემთხვევაში ღმერთმა მოგცეს კაცი, ვინც მოგხედავს. ნათქვამია, რომლითა საწყაურითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ. თუ რამე საქმე შეძლების დაგვარად და კეთილსინდისიერად გააკეთე, მაგრამ შენი უხუცესი უკმაყოფილო დარჩა, გულმოდგინება გმართებს და უნდა თქვა, ჭეშმარიტების გზა არ ვიცი. ამრიგად უშფოთველობასა და სიმშვიდეს შეინარჩუნებ, როცა გაიგებ, იმაში ცდებოდი, რაც გეგონა რომ კარგად გააკეთე. შენზე გონიერთა განსჯით ან სრული გახდება, რაც ნაკლულია, ან უკეთესი, რაც კარგადაა გაკეთებული. ეცადე მოთმინება იქონიო, რათა სულ გრძელად იტვირთო ნებისმიერი ჭირი, სულიერი იქნება ეს თუ ხორციელი. თუ ვინმე დაგწამებს საქმეს, რომელიც არ ჩაგიდენია, არ განრისხდე, არც შეეკამათო, არამედ მუხლი მოუდრიკე და უთხარი, მაპატიე, ჩემთვის ილოცე, ეს თქვი საკმარისი იქნება და გაჩუმდი, როგორც მამებმა თქვეს. თუ გკითხეს, როგორ მოხდა ის საქმე, ჯერ მუხლი მოუდრიკე და მერე უამბე, როგორც მოხდა. როცა მოუყვები, კვლავ მოუდრიკე მუხლი და უთხარი, მაპატიე, ჩემთვის ილოცე. კითხვა: როგორ მოვიქცე სენაკში ყოფნისას და ძმებთან შეხვედრისას ერთნაირი რომ არ ვარ? პასუხი: როგორც შენ სენაკში ხარ, ისე ძმებთან შეხვედრისას ვერ იქნები, მაგრამ ეცადე არავინ გავნოს, არც ვინმეს უთხრა ძვირი, არც ყურადღება მიაქციო სხვის საქმესა თუ სიტყვას, რაც შენთვის საზიანოა. არამედ ეცადე რა საქმესაც ნახავ, ყველაფრისგან სარგებელი პოვო. არ მოინდომოს სიტყვითა თუ საქმით თავის წარმოჩენა. არაფრით იამაყო, შეჭირვებით იცხოვრე, უმნიშვნელო საქმეშიც კი ჭეშმარიტება გქონდეს ბაგეზე. მაგრამ იცოდეთ, თუ კაცს რამე ვნება ებრძვის და საქმით ერთხელ მაინც აღასრულებს, შემდგომში უფრო გაუძლიერდება ვნება, რადგან თვითონ აძლიერებს მას და ძალას აძლევს კვლავ შეებრძოლოს. მაგრამ თუ იღვაწებს და იმ ვნების საწინააღმდეგო საქმეს გააკეთებს, ვნებას უფრო დაასუსტებს და გაძლიერდება მასთან შესაბრძოლებლად. როცა მცირე ოდენს ამრიგად იღვაწებს, ღვთის შეწევნით ვნებასაც ძლევს. კითხვა: რატომ ამბობს მამა პიმენი, რომ ყოველი სიკეთის თავი სამი რამეა: ღვთის შიში, ვედრება
და მოყვას ის სიკეთე. პასუხი: ღვთის შიში ბერმა იმიტომ ახსენა, რომ დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. ღვთის შიშის გარეშე ვერავინ მიაღწევს წარმატებას რამე სიკეთეში, რადგან შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან. ღვთისადმი ვედრება იმიტომ თქვა, რომ ღვთის შეუწევნელად კაცი ვერანაირ სათნოებას ვერ შეიძენს, ვერც ვერანაირ სიკეთეს იქმს, თუნდაც უნდოდეს. ამიტომ კაცი ნიადაგ ღმერთს უნდა ევედროს, რომ შეეწიოს. მოყვასისთვის სიკეთის ქმნა იმიტომ თქვა, რომ ეს სიყვარულის საქმეა. კეთილ საქმეს მოყვასის სიყვარული სრულყოფს. ამიტომაც დაასახელა ბერმა მოყვასის სიკეთე. როცა კაც ღვთის ეშინია და ღმერთს ევედრება, მოყვასისთვის სიკეთის კეთებაც მართებს, რადგან სიყვარულია სათნოებათა აღმასრულებელი, როგორც მოციქული ამბობს: ვადიდოთ უფალი ღმერთი ჩვენი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.